პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა ცალსახად ერთმნიშვნელოვნად თქვა რომ ქართული სახელმწიფო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავისთავად ცხადია საქართველოს შეერაღებული ძალები და მთლიანად ქართული სახელმწიფო ამ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცინიკური და ელიტისტური თავდასხმების დროს ფრანგი ხალხის გვერდში ვდგავართ, ცივილიზებული სამყაროს და თავისუფალი სამყაროს გვერდში ვდგავართ და ზუსტად ვიცით, ზუსტად ვართ დარწმუნებული, რომ ვერაფერი, ვერანაირი ძალადობა ვერ დაამარცხებს თავისუფლებას და ვერ გაიმარჯვებს დემოკრატიასა და თავისუფლებისათვის მებრძოლ ქვეყნებს. არსებობს მძიმე დღეები, უმძიმესი წუთები ოჯახებისთვის, ქვეყნებისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში თავისუფლება მაინც იმარჯვებს. და ამ ბრძოლაშიც რა თქმა უნდა თავისუფალი სამყარო იქნება გამარჯვებული. რაც შეეხება საფრთხეებს, თავისთავად იზოლირებულად დღეს 21 საუკუნეში არც ერთ ქვეყანა არ არსებობს და საფრთხე, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს უდგება, რომელიმე მის ნაწილს ერთ ქვეყანას, ის ყველას ერთობლივი საფრთხეა, მის წინააღმდეგ ბრძოლა, მის წინააღმდეგ გაერთიანება ყველას თანაბარი ვალია და საქართველოს უკვე დიდი ხანია შეერთებულია ანტი-აისის კოალიციას, ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციას, ჩვენ 12000 სამხედრო მოსამსახურე, სწორედ იმიტომ იყო ამ წლების განმავლობაში ავღანეთში, რომ ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაც იყო. შესაბამისად ჩვენ სრულად კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, სრულად ვდგავართ ამ გზაზე, სრული პასუხისმგებლობით ვდგავართ ამ გზაზე და ვაცნობიერებთ ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება ამ გზაზე დადგეს. ზომებს რაც შეეხება ამის შესახებ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება მაშინვე მყისიერად რომ დიახ რა თქმა უნდა ამას მოქალაქეები ვერ იგრძნობენ არაფერი ისეთი არ ხდება საქართველოში რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ადამიანების განსხვავებულს გახდის ან შეაფერხებს ან რაიმე ტიპის შემწყდელ ზომებს გაითვალისწინებს მაგრამ ამავდროულად სახელმწიფო ბუნებრივია ასე დროს მოქმედებს და უსაფრთხოების ზომები გაცილებით უფრო მკაცრია მოქმედებები უფრო მყისიერია პრევენციული ღონისძიებები რომელსაც როგორც წესი ჩვეულებრივ რეჟიმს სახელმწიფო ახორციელებს ასე დროს უფრო ინტენსიურია ვიდრე სტანდარტულ მდგომარეობაში. საშინელი რაღაც მოხდა, წარმოდით პარასკევს საღამო პარიზში ხალხი როცა ისვენებს, ესე მოულოდნელად ამ ხელამსხვერპლით და რა თქმა უნდა ტერორისტები ზუსტად ესეთ დროს და ესეთ ადგილებს არჩევენ, რასაც შეიძლება მეტი მსხვერპლი იყოს და უფრო მტკივნეული იყოს ქვეყნისთვის. თუმცა მსგავსმა შემთხვევებმა უნდა გააჩეროს სოფლიო და უნდა გააგრძელოს ტერორისტთან ბრძოლა. ჩვენ მთელი სული და გულით უთანაგზნობთ ფრანგ ხალხს. დღეს ნამდვილად ფრანგები ვარ ჩვენც და ჩვენც გვინდა მათთან გვერდზე დგომა და რაც შეგვიძლია ჩვენი მხრიდან ნამდვილად უნდა გაუწიოთ ხარდაჭერა გვერდში დგომა მორალური მაინც და ასევე ჩვენ სამხედროები უკვე ჩვენ ამოცანას ვასრულებთ მათთან ერთად და ჩვენ წვლილი შეგვაქვს სოფლიო ტერორისტთან ბრძოლაში.